თუ შენი smartphone-ი წყალში ჩავარდა ან უბრალოდ დასველ და ვიდეოს ბოლომდე უყურე, რომ იცოდი ამ დროს რა გააკეთო. მოდი ჯერ გეტყვი რა არ უნდა გააკეთო. ტელეფონი არ ჩადო ბრინჯში და არ გააშრო ფენი. და გეტყვი რატომ. რეალურად ბრინჯი მოწყობილობის შიგნით არსებულ ტენიანობას ვერ აშრობს და პირიქით ბრინჯმა შეიძლება უფრო მტვერიც კი შეიტანოს მოწყობილობის შიგნით, რაც გამოიწვევს დედაპლატის და სხვა დეტალების დაზიანებას. ასევე შეიძლება დააზიანოს დამტენის პორტი, მიკროფონი, დინამიკი და სანამ შენ გონია რომ ბრინჯში ჩადებული ტელეფონი შრება, ამ დროს წყალი უფრო აღწევს მოწყობილობის შიგნით და შეიძლება დააზიანოს დედაპლატა და სხვა დეტალები. რაც შეეხება ფენით გაშრობას, როდესაც სველ ტელეფონს დაუბერავთ ცხელნიავს, ამით დედაპლატას და სხვა დეტალებს უფრო ვაზიანებთ, ვიდრე შველით. ახლა გეტყვი რა უნდა გააკეთო. პირველ რიგში უნდა გათიშო smartphone-ი, რომ არ მოხდეს მოკლე ჩართვა და შემდეგ მშრალი ნაჭრით შეეცადე მაქსიმალურად გაწმინდო ტელეფონი. დატოვე მოწყობილობა მშრალ ადგილას 24-48 საათის განმავლობაში, რომ ბუნებრივად მოხდეს მისი ამოშრობა. თუ მოგეპოვება ტენიანობის გამწმენდი ეგრეთ წოდებული სილიკა გელი, ეს უფრო დააჩქარებს ამოშრობის პროცესს. თუ გაქვს რამდენიმე მოწყობილობასთან ერთად მათი დალაგება ბევრად უფრო ეფექტურია. 48 საათის შემდეგ ჩართე ისევ smartphone-ი, პირველ რიგში გამოიყენე ფუნქცია water eject. ეს ფუნქცია დაგეხმარება წყლის წვეთების გამოდევნაში, თუ რამე დარჩენილია დამტენის პორტში, დინამიკში, მიკროფონში და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მაინც არ ეტენება smartphone-ი ან liquid detective შეტყობინებას აჩვენებს, კიდევ რამდენიმე საათი დატოვე მშრალ ადგილას. ამის შემდეგაც თუ კიდევ პრობლემა ქონდა ტელეფონს, დინამიკზე, მიკროფონზე, კამერაზე ან სულაც თუ საერთოდ არ ჩაითო smartphone-ი, ამ დროს უკვე გარდაუვალია სერვისი. რაც შეეხება სერვისს, ამ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ AppLens. AppLens-ის წარმომადგენელი თავად მოვა თქვენთან, აიღებს დაზიანებულ მოწყობილობას და უმოკლეს დროში შეკეთებულს დაგიბრუნებთ ისევ უკან.